ვირა დილას გისურვებ, თუმცა რაღა დილა საქართველოში უკვე კაი მაგალი გაწენებულია. მოკლედ ძალიან ბევრი ტრადიციულად ახლა ნახავს ამ ვიდეო ლაივს. ბევრი მოგვიანებით შემოგვიერთდება და უყურებს. დღეს მინდა ვილაპარაკო საკმაოდ ანომალიურ მოვლენაზე ჩვენს ქართულ რეალობაში. დიდი ხანი ვიცი, რომ ჩვენ ფსკერზე მივდივართ, როგორც ერი სახელმწიფო და საზოგადოება. ყველა ეს ალგორითმი, ესე მოცემულობა, მაგრამ ასეთი აშკარა დადასტურება, როგორიც ამ ორი დღის წინ მოვისმინე ისეთი ოფიციალური პირისგან, როგორც არის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე ვიღაცა ბატიაშვილი, მე ასეთი დადასტურება არ მომისმენია იმ მდგომარეობის, რაშიც ვიმყოფებით. ფაქტიურად ამ კაცმა თქვა რა, დედა აღარ აკავთ. და მოკლედ ახლა რო არ გავაგრძელო ლაპარაკი, ციტირებას გავაკეთებ მისი გამოსვლიდან, თუ რა ვიცი, ახლა დიდად ახლა მაგის ფრაზები სოკრატე და პლატონია გარამყავს კაცმა ციტირება გაუკეთოს, მაგრამ იმისთვის რომ კაცმა გაიგოს რა ვითარებაში ვართ, რაღაცა დონის ანალიზი არის საჭირო, თუნდაც იმ ბრიყვის იქ რომ ხელისუფლებაში გიზის, ხო და მოკლედ ასე თქვა, ასე გამოვიდა, ასე განაცხადა, რომ ჩვენიო დაჭერაო, ჩვენი ანუ ამ საკუთარ ამ ჩვენში გულისხმობს სახელმწიფოს რა. ჩვენი მიზანიო არ არისო ქვეყანაშიო აგენტების დაჭერაო რა. ჩვენი მიზანი არ არისო კონცერტები მოვაწყობთო. თუ არა ისეო გამოვლენილიო ძალიან ბევრი მტერი და აგენტი არისო სახელმწიფოსიო, რომელიცო ძირს უთხრისო ამ საზოგადოებასო, მაგრამო არაო რა, ჩვენო არავის არ ვიჭერთო ამ მტრებს და აგენტებსო და კონცერტს არ ვდგამთო და არ ვაწყობთო. არ ვიცი ახლა ეს ვის გაუწია ამითი კონკურენცია, რომ მტერს და მოღალატეს არ ანეიტრალებს, მაგრამ გულახდილად გეტყვით, მე პირადად დავრჩი შეშფოთებული დავრჩი, იმიტომ რომ რა არის იცი, ასე ადამიანმა თქვას, რომ მე არაფერს არ ვაკეთებ სახელმწიფო პირმა იმის გულისთვის საკუთარი სამშობლო და სახელმწიფო დავიცვა და ის სახელმწიფოებრიობა დავიცვა, რომლის ვალდებულებაც ამაქვს, ვემსახურო და ვიყო მის გვერდზე. ეს ხო არ არის რაღაცა მაღაზიის თანამშრომელი, ეს არის სახელმწიფო უშიშროების თანამშრომელი და აცხადებს, რომ მე ვიცი რა ხდება ქვეყანაში, ვინ არის მტერი, ვინ უთხრის ამ საზოგადოებას ძირს, მაგრამ მე არ ვიჭერ ამ ხალხს. არ არის ის ჩვენი ქვეყნის უშიშროების სამსახურის მთავარი ამოცანა. მე ვიცი ახლა სპეციფიური საკითხი არის, მძიმე საკითხი არის, ბევრისთვის შეიძლება რთულად მოსასმენი და გასაგონია და განსაკუთრებით ამ კვირა დილით, მაგრამ სალაპარაკო საკითხი არის კაცო. სალაპარაკო თემა არის ეს, იმიტომ რომ ჩვენ ვიმყოფებით უსასტიკეს დროში, სადაც მოღალატე გველაპარაკება სახელმწიფო უწყებიდან, რომ და ამ წუთას მოგიყვებით ეგ ვინ არის, მაგრამ ეს მისი გამოთქმა, რომელიც მარტო მას არ ეკუთვნის და იქ არის ლილუაშვილები, იქ არის ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი კადრები, იქ არის ძალიან ბევრი ელემენტი, რომელიც შენ გეუბნება დღეს მისი ენით, რომ ჩემი ქვეყნის მთავარი ამოცანა არ არის ქვეყნის მტრებზე ნადირობა და განეიტრალება. ამას გეილაპარაკება შენ სახელმწიფო უშიშროების ერთ-ერთი უმაღლესი პერსონა, მოადგილე გელაპარაკება უშიშროების მინისტრის, რომ მე ვიცი ვინ არის აგენტი, მაგრამ მე არ ვიჭერ. და ვინ არის აგენტი, რა როგორ ხდება მისი დეფინიცია? ეს არის ადამიანი, რომელიც მუშაობს სხვა ქვეყნის სპეცსამსახურზე და მუშაობს სხვისი ქვეყნის დაზვერვაზე და დაზვერვა არ არის მარტო საქმიანობა, რომელიც შემოიფარგლება ინფორმაციის გაცვლით და ცენტრზე მიწოდებით, ხო? კონკრეტული ბენეფიტიდან აგენტი დაარქვი და რაც გინდა ის დაარქვი. ბევრი სორტირება არსებობს. თანამშრომლების სპეცსამსახურის, რომელსაც საერთო ჯამში მოისაზრება ამ დომენის ქვეშ აგენტი, ხო, სახელი, ხო?
იმას შეიძლება დაავალონ დესტრუქცია შენი საზოგადოების და ქვეყნის წინააღმდეგ. იმას შეიძლება დაავალონ საბოტაჟი, იმას შეიძლება ძალიან ბევრი რამე დაავალონ. და შენ წარმოიდგინე თურმე სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა და კონკრეტულად ასეთმა მაღალმა იერარქმა იცის ვინ მუშაობს უცხო ქვეყნის სახელმწიფოზე, მაგრამ არაფერს არ აკეთებს. როგორ რაღაცაა იცი, მან იცის ქვეყნის ძირგამომთხრელი საქმიანობით ვინ არის დაკავებული ქვეყანაში, მაგრამ არაფერს არ აკეთებს. იმიტომ რომ კონცერტებს არ დგამს. ასეთი როგორ გითხრათ, უარგუმენტო არგუმენტი მოკლებული ყველანაირ გონებრივ მსჯელობას, ყველანაირ რეალურ მსჯელობას მე ვიწვი რომ არგუმენტი კრიმინალური. აქ ამ ადამიანს რომ გაიправოს საკუთარ თავი და ვინ არის ეს ალექსანდრე ბატიაშვილი? ალბათ დასვამთ შეკითხვას, ხო? ბევრი იკითხავს ამას, ბევრი დაინტერესდება ამით, ვინ არის ეს ადამიანი, რომელიც თავს ამხელა უფლებას აძლევს, რომ განაცხადოს, რომ ქვეყანაში მოღალატეების ლეგალიზაციას ახდენს. პირიქით თურმე აკვირდება ამ ხალხს. ეს ალექსანდრე ბატიაშვილი არის ირაკლი ალასანიას ნაპარტიალი და ქართული ოცნების ამონარწყევ გარემოში გაღვივებული ნაზირალა. ანუ მოკლედ რო ვთქვათ ეხლა რა, რო არ გავაკეთოთ დიდი ბელეტრისტიკა ვინ არის ეს ალექსანდრე ბატიაშვილი არის ტიპი, რომელმაც ალასანიას პარტიის დაშლის შემდეგ გადმოსახლდა ქართულ ოცნებაში და გააგრძელა ცხოვრება. აი მე მაგალითად გეტყვით, მე ამ კაცით ვიყავი დაინტერესებული, რომელსაც როდესაც ამას თავდაცვის სამინისტროში ჰქონდა შეხება და ასე შემდეგ და ანგრევდა იქ ყველაფერს და როცა დავიწყე ორგანიზაციულად მე ამ კაცის ყოფის წესი შესწავლა რა, აღმოვაჩინე რომ მისი ცოლის სახელზე აკუმულირებულია უამრავი საბანკო ანგარიშები, სადაც არის ძალიან დიდი თანხები განთავსებული. აღმოჩენილია უამრავი ძვირადღირებული მანქანები რამოდენიმე. აღმოჩენილია რამოდენიმე ბინა, მათ შორის რომელსაც აქირავებს ის. და იქიდან შემოსავლის წყაროები ქონდა. ტოჩკები ქონდა რა გაკეთებული. ახლა როგორც აქვთ რა, იქ თავდაცვის მინისტრს ქონდა ესეთი რაღაცეები გაკეთებული, იზორიას აზერბაიჯანის თუ ირანის ელჩზე ქონდა მიქირავებული ბინა და ახლა მე მამტყუნებ მაშინ ძმაო, მოგადგება და გეტყვის რა, ესეთი მორალია რა მაშინ. ხო, იქ აღმოჩნდა რომ ფართები აქვს თურმე გაქირავებული მის ცოლს, ხო, სავაჭრო ცენტრები ფართები და ესეთი რაღაცები და ნუ ასეთი ადამიანი, რომლის ქონებაც, რა თქმა უნდა, არალეგალიზირებულია და დაუდასტურებელია, სხვას ედავება აგენტობაზე და მამაძაღლობაზე რა. გაოცება შეიძლება. ეს არის ალექსანდრე ბატიაშვილი. ალიოშა ბატიაშვილი, იგივე ალეკო ბატიაშვილი რა. კაცი, რომელიც ჯარისკაცებს სმეტანას პარავდა, არაჟანს პარავდა და ალასანიას პარტიაში მიქონდა ჯარისკაცების ლუკმა ალასანიას პარტიის წევრების გასაძღებად რა. ეს ჩემზე კარგად არავინ არ იცის რომ ასე იყო. ვიცნობდი მაგათ პარტიის წევრებს ძალიან კარგად. 2012 წლიდან მქონდა ისეთი ნაცნობობა რომ მივედი და ვნახე ეს სმეტანა დადებული იქ აიგეო ალეკო მოგვართვაო აგერ ბატიაშვილმა და ნუ ახლა ხო წარმოგიდგენიათ რა ჯარს გაყიდის პარტიის გულისთვის და ახლა ასეთი კაცისთვის ცოტა მორალი სხვანაირი რაღაცა არის რა. ქურდია რა, ქურდია მეომრებზე მოპარული ფულით პარტიას აძღებდა და ამითი იკავებდა თავს იქ სადაც იყო. ეხლა რა მინდა კიდე ჩემო კარგებო და ჩემო საყვარელო ადამიანებო, რა ვთქვათ, როგორც კი დავიწყე მე ამ ადამიანის, რა თქვა, ლუსტრირება საჯაროდ პრესაში, მე შედაშორის ალია მაშინ ძალიან აქტიური იყო გაზეთი ბეჭდავდა ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ გვეპასუხებოდა, ამდენი ხანი ყველა შეეძლო, მაგალითად ჩემზე ვინმე რომ დაწეროს, არასათანადო ფაქტი იყო თანამდებობის პირი დედას უტირებ, იმას იმავე გაზეთში მივალ და მოვთხოვს, ვინ სად გამოგხმიანებია 1000 და 10000 ისა რა ქვია, პუბლიკაცია მიცემული, 1000-ზე მეტი ხო მაინცაა რა. კაციშვილი ყველა იმალებოდა, ოღონდ რაღაცა არ მომხდარიყო ისეთი რეზონანსული, რომ ამათი საქმიანობა გამომჟღავნებულიყო. და ამას კითხულობდა მთელი საქართველოს რესპუბლიკის მასშტაბით. უბრალოდ არ ქონდა პატივისცემა საზოგადოებას, რომ და თავისი რწმენა არ ქონდა, რომ ესეთი ღალატი როცა გამოჩნდება, ამაზე რეაქცია მისცეს. აი ეს იყო მათი ძალა, მტრების ძალა, ჩემო კარგებო და ჩემო ძვირფასო ადამიანებო და ერთადერთი მოხდა ის შავი მოქმედების წესი, საბჭოთა ბინძური კგბ-ს წესი რა, ადამიანების მიგზავნის და მამაძაღლობის. ჩემთან ეს კობაია კობალაძე მოვიდა, ბევრჯერ მომიყოლია რა ამ ნაძირლის შესახებ, პუჩისტის და მამაძაღლის, ხო? მაგის ამბებს არ ჩავყვები, ის კიდე სალკე ცოდვის ბუკეტია რა, თავს რო გმირად გვტენის, მაგრამ
პირველი რაც იყო და რაც მთხოვა ეს იყო, რომ ალექსანდრე ბატიაშვილიო ჩვენი მეგობარი არისო და ჩვენი ახლობელი. მე ვთქვი, სადავური თქვენი მეგობარია ქოცების. აგერ იყო ალასანიას ტრაქში შემძვრალი და ყველა პროჭი გააправა 2008 წლის ომის მერე, ვინც ნაცებმა შეინახეს თავდაცვის სამინისტროში ყველა კრიმინალი და ყველა ცოდვის ჩამდენი ქართული ჯარის და ხალხის და საზოგადოების წინაშე მეთქიდა. არაო, შენო არიციო მეუნება რა. აბა რა არ ვიცი მე ვუთხარი მე თქვა და მეო მიუგზავნეო მახაჩაო, ესე იგი ეს მახაჩა აი ეს ნაბიჭვარი თავს რო ვეტერანად გვტენის კობაია კობალაძის ტრუსიკის სუნი რა. იქ ვეტერანთა სამსახურში მომუშავე ქალს თამარ მოლაშვილს დააძახა რომ შენი შვილიო ნაშვილები არისო. ამას რო კაცი იკადრებს რა. იმისგან არაფერი აღარ უნდა გაგიკვირდეთ მე. და იმანო გადმოიბირაო ეს ბატიაშვილი და ახლა ჩვენზე მუშაობს, აგერო ქოცი გახდაო ხო და ბატიაშვილს მინდა მივმართო შეყვერო შე ვიღაცა ჯერ კაცი რომ მახაჩას დაირქმევს სახელად მალხაზა თოფურიას თუ ტრახაჩა თუ ყლახაჩა ჯერ იმის დედა შევეცი და მე შენ დედა შევეცი გამიგე თქვენ ერთმანეთის დავერბოვკებულო ყლეებო თქვენ ვის აგენტობაზე უნდა ილაბარაკოთ ქვეყანაში და ვის უნდა მოუთხაროთ ბიჭო ძირი თქვენი დედა შევეცი თქვენი რა თქვენ მართლა ძირ მოსათხრელო დედა მოწყნულებო გული მერე ვარ რა ასეთ რაღაცას ვისმენ თურმე ამან იცი სახელმწიფოში მუშაობს აგენტი ვინ არის ვინ მუშაობს ამ საზოგადოების დასაზიანებლად მაგრამ არაფერს არ აკეთებს გამიგე ტაქტიკა ქონია ამნაირი რა მეტი ღალატი რაღა უნდა იყოს რომ სპეცსამსახურმა იცის და არაფერს არ აკეთებს სხვათა შორის ესეც არის უმოქმედობის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ფორმა როდესაც სპეცსამსახურმა იცის რა უნდა გააკეთოს მაგრამ არაფერს არ აკეთებს ეს არის მოქმედების ყველაზე სერიოზული ღალატის ყველაზე სერიოზული ფორმა, როდესაც აღჭურვილი ხარ ძალაუფლებით და ვალდებულება კანონის წინაშე ძალაუფლების და არაფერს არ აკეთებ. ანალოგიური მოხდა მაშინაც, როდესაც სააკაშვილი ახდენდა რევოლუცია შევარდნაძის დროს, სპეცსამსახურმა იცოდა ყველაფერი და არაფერი არ გააკეთა. ესეც ღალატი იყო. რატო? იმიტომ რომ პოლიტიკური ნება არ იყო. დღეს რა ხდება? აგერ კაცი გეუბნება, მე ვიცი ვინაა ამ ქვეყნის მტერი, მაგრამ არაფერს არ ვაკეთებ. რატო? იმიტომ რომ პოლიტიკური ნება არა იმისთვის რომ რამე გააკეთოს. აბა იყოს პოლიტიკური ნება ალექსანდრე ბატიაშვილი ვიღაცის უკანალში რამდენი ღერითმა იზრდება ის რო აქ დათვლილი იმას კბილებით აირებს. ახლა ფაქტია რა. ამათი ქონება მდიდრდება, ესენი სერიოზულად ფინანსურად ძლიერდებიან, ამათი შესაძლებლობები აღწევს საქართველოში რაღაცა საოცარ კოლოსალურ სიმაღლეებს, ეკონომიკურ ფინანსურ სიმაღლეებს, ხალხი უბედურდება. რატო და ის უცხო ქვეყანა, შენ ქვეყანაში რომ მოდის, ისე კი არ მოდის, მე აგენტი ვარ და მოვდივარ. ის ყიდულობს უძრავ ქონება შენს ქვეყანაში, იძენს სამართლებრივ სტატუსს და მე გისახლდება იქ და ახდენ შენ ქვეყანაზე მონიტორინგს. აი როგორი რაღაცა ხდება. და ეს თურმე იცის ამან, მაგრამ არაფერს არ აკეთებს და კონცერტებს არ აწყობს. რაღა კონცერტი უნდა დადგა უშიშროების მინისტრის მოადგილე ხარ შენ დედა შევეცი ალექსანდრე ბატიაშვილს მიმართავ აკეთარ რა კაც რომელსაც წესიერ სახელმწიფოში ორ ბატს არ ჩააბარებდნენ სხვადასხვა ბატებზე არ მინდა შეურაცხყოფა თქვა იმიტომ რომ ერთ დროს ისტორიულად ბატებმა რომი გადაარჩინეს და ქცევას და ბატები საკმაოდ გონიერი ფრინველები არიან ეს ვინ არის ეს იდიოტი რა როგორ შეიძლება ამას სახელმწიფო ანდო სახელმწიფო უშიშროება ანდო მე ჩემო კარგებო ვიცი ამაზე მომისმენია უშიშროების მოხსენებები პარლამენტში როცა კეთდებოდა და თქვენ მონამორჩილს ჰქონდა იმის საშუალება რომ დასწრებოდა იქ ამ განხილვებს სანამდე მქონდა ამის საშუალება და მიშვებდნენ მე საშვი არ დაუშვეს თქვენ მე ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენდი იმიტომ რომ თურმე იქ რო კითხვებს უსვამდი იმ დახურულ შეხვედრაზე ხო ეს მათთვის პრობლემა იყო და იქ თავმოყრილი მაშინ სალომე ზურაბიშვილი 2018 წელი იყო ეს თავმოყრილი ეს ნაძირლები ყველა ერთად ესენი ერთად კლუბნიკა რაც ჰქონდათ გაკეთებული მსჯელობდნენ და იცინოდნენ და ხარხარებდნენ და მტკივნეული იყო ეს მარტო ჩემთვის და ჩემნაირი ადამიანებისთვის და რა გინდათ რა ვიცი რა უნდა კანტორად იყო ჩვეულებრივ ქცეული დაწყებული პარლამენტის და მთელი ამათი სახელმწიფოებრიობა არის თიხის ფეხებზე მდგარი კუშეტკა და მეტი არაფერი რაზე არის საუბარი და რაზე არის ლაპარაკი ხა
თუ ვინმე ნორმალურიაო როგორ უნდა თქვა იმ უშიშროების სამსახურში ბევრი გამოვა და მეტყვის შენ ყველას ლანძღავ. თუ ყველას კი არ ვლანძღავ, მაგრამ ასეთ ღალატს რო გაიგონებ, იმაზე კაის მთქმელი ქვეყნის მტერია და თანამონაწილე ამ უბედურების. ახლა გავრცელდა ეს უშიშროების ფაილები და ყველაფერთან ერთად რო ვკითხულობ, კიდე გულსატკელი რა არის, იცით? როგორი კადრები ყავთ მიღებული ამ უშიშროების სამინისტროში? ახლა ხო გააკეთეს ამგენმა უშიშროების აკადემია და რაღაცა ის ჯერ ვინ ეყოლებათ იქ ლექტორებად მიწვეული წარმომიდგენია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვინ ყავთ ახლა ამ ფაილებს რო უყურებ რა? კარფურის დაცვის თანამშრომელი. განათლება მისი 0. გამოცდილება მხოლოდ კარფურში ყარაულად ყოფნა. მე კი არ ვამცირებ კარფურის თანამშრომელი. ყველას თავისი მისია აქვს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში და ისის უსაფრთხოებად ითვლება გარკვეული ეკონომიკური ბიზნესის. მაგასაც თავისი ცოდნა უნდა წესიერ ქვეყანაში ვერსად ვერ დაიწყებ მუშაობას თუ შესაბამისი კომპეტენცია არ აქვს დაგროვებული, მაგრამ რა უნდა ბიჭო კარფურის დაცვის თანამშრომელი სახელმწიფო უშიშროებაში. მაგრამ ამათი გაგებით უნდა რატო უნდა იცი? ადამიანი რომელიც სახელმწიფოებრივად არის გაზრდილი რომელსაც გავლილი აქვს უშიშროების აკადემია და იცის თუნდაც რას ნიშნავს და რას ემსახურება ოპერატიული თვალთვალი ადამიანზე, როგორი სანქციების შემდეგ ხდება ადამიანზე ოპერატიული აკიდება, მithვალთვალება, მიყურადება, ტექნიკური საშუალებების გამოყენება. იმას ეს გააზრებული აქვს მთელი თავისი ცნობიერებით, იმას ეს ნასწავლი აქვს მეცნიერულ დონეზე. და ის თავის მორალში სუფთაა რომ ემსახურება სამშობლოს და არა ვიღაცას, მაგრამ როდესაც შენ გადმოიყვანე კარფურის დაცვის თანამშრომელი და მიაჯაჭვე შენ სისტემას, რომელიც ცნობიერად არ არის იმ საქმესთან ახლოს, რომელსაც აკეთებს, ხო? იმას შენ იოლად ეუბნები, წადი და უთვალთვალე ვიღაცის ლოგინში რა ხდება. ასწავლე ის როგორ ხდება ტექნიკური საქმე იდეის გარეშე. და всё იმან არ იცის როგორ მოუბრუნდეს საქმეს და იმას გონია რომ შეიძლება იმას გონია რომ სწორ საქმეს აკეთებს და უბანში მე გაშლის აკეთებ ფურცელს და მე უშიშროების თანამშრომელი ვარ ძმო მანქანა ვერ დააყენე მე რა ამას აქ იმ ადგილზე დაყენების უფლება ბასლაინში სხვა რაღაცა მანქანამ რო გაიარო შეიძლება ჯარიმა მაგრამ ამას აქ ძმაო გავლის უფლება იმიტომ ოპერატიულ ზადანიაზე მიდის ბიჭი და ხელს ნუ შეუშლით აი რა გვაქცევს აი რა გუყავს და გუყავს ის რომ აგერ ფაქტი რა ჩვენი რეალობისა იზორიამ თავისი დებილად გასაღებული ძმა ვიღაცა დედამოწყნული კიტა იზოლია გვეუბნება გიჟს მისცა ოპერატიული ცნობა რომ ვიღაცა პოლიციის თანამშრომელს რო გაიჩერებიან და ეჯარიმებია ქუჩაში აეწია ეს ოპერატიული ცნობა და ენახებია რომ უშიშროების თანამშრომელი ვარ და ხელი არ შემიშალო ჩემი ღონისძიების გატარებაში არის რეალობაში ასეთი ცნობა არსებობს ასეთი რეალია მაგრამ რა უნდა და ამას იზორიაზმის ხელში, რომელიც არანაირად სტრუქტურული უწყების თანამშრომელი არ იყო, ხო? ერთადერთი მიზანი ამ ეგრეთ წოდებული სიკეთის გამოყენებისა და უпростоრად პრივილეგიისა იყო ის, რომ იყო იზორიაზმა. მტკივა. ასეთი რაღაცეები რო ხდება, მე მტკივა და ზუსტად ასეთმა რაღაცეებმა ჩვენ მიგვიყვანა იქამდე, იქამდე მიგვიყვანა ჩვენ აქამდე, რომ კაცი გვეუბნება უშიშროების მინისტრის მოადგილე, ჩვენი მიზანი არა აგენტების დაჭერა. ჩვენი მიზანი არ არის იმ ხალხის მოსპობა, რომელიც საქართველოს სიძლიერეს უთხრის ძირს, ანადგურებს, ალპობს და ნუ ძირავს. ჩვენ ამას გვეუბნებიან უკვე ოფიციალურად. და ძალიან მალე ჩვენ გვეტყვიან, რომ ჩვენ ზედმეტი ვართ ჩვენს ქვეყანაში, მე მითხრეს მაგალითად რა. გამარჯობა ჩემო კარგო. ყველას მივესალმები. მე მითხრეს რომ შენ ხელს გვიშლი რა ჩვენი გახსნილების კეთებაში და ადექი და წადი რა ქვეყნიდან რა. უამრავ ადამიანსაც ასე ეტყვიან. მე 5 წლის წინ მითხრეს ეს. გამაგებიეს თავდასხმით კვლელობის მცდელობით. და აღდი გითხრათ რა შიშისთვის კი არ დამიტოვებია ჩემი სამშობლო. იმიტომ დამიტოვე ჩემი სამშობლო. ბევრი სიმართლე მელაპარაკა რომ ბევრ გაუთვითცნობიერებელ ადამიანს რომელიც ექცევა ამათი პროპაგანდის ქვეშ რა ქონოდა რეალური წვდომა სიმართლეზე რომელიც იმედის ტელევიზიით არ გადმოიცემა და არ გადმოიცემა რუსთავი 2-ით. ეს იყო ჩემი ბრძოლის მოტივი. ესენი მოგწამლავენ და მეორე დილას გადმოვა ეს კუზანოვა და გადმოვა ეს ნინიბა დურაშვილი და გადმოვა ეს მეტრაკიან რიჯოხაძე და გადმოვა აი ლაპარაკებს ხალხი მერე არის როგორი კაბა ეცვა და ნინის როგორი ნიფხავი შარვალი ეცვა. ეს გახდება საზოგადოების განხილვის თემა და რა ის რეალურად რა მდგომარეობაში ვიმყოფებით ვინ გაპატიებს შენ ნებისმიერ რაშენებულ ქვეყანაში ვინ გაპატიებს რომელიმე სახელმწიფო მოხელეს აპატიებენ იმას რომ თქვას რომ მე ვიცი აგენტის adzის მაგრამ მე იმას ხელს არ ვყიდებ
გამორიცხულია ხალხო, გამორიცხულია ხალხო. ისეთი სახელმწიფო მოხელე ინკვიზიციის ცეცხლზე დაიწვება თანამდებობრივად, რომელიც ხალხს ეტყვის მე შენ ღალატობ პირში. რა ბედი უნდა კონდეს ქართულ ოცნებას ამ ყველაფრის მერე, რომელიც ასეთ უპასუხისმგებლო ხელისუფლებას გტენის, რომელიც გეუბნება მე ვიცი ღალატი სად ხდება, მაგრამ მე ხელს არ ვკიდებ. მე ბევრჯერ გავიმეორებ ამას რა. მე ბევრჯერ გავიმეორებ. ერთადერთი ძალა ქართული ოცნების არის ის, რომ არ გააჩნია საზოგადოებას შემეცნების უნარი საკუთარი უსაფრთხოების რა, საკუთარი ძალის ის არ გააჩნია შეგრძნების უნარი რა. ეს მინდა მე რომ ვილაპარაკო, ეს მინდა ამაზე მე მინდა რომ ძალიან დიდი საზოგადოებრივი განხილვები მოვაწო, იქნებ და გამოვხიზლეთ ხალხო. იქნებ და მიუხვდეთ რაშია საქმე. ეს არის უსაფრთხოება, ჩვენი უსაფრთხოება, ქართული უსაფრთხოება ყველაზე სუსტი კავკასიაში. ყველაზე უმაქნისი, ყველაზე მდარე, აი სომხეთს რომ მოუნდეს დღეს 2 საათში თბილისში იქნება თავის შეიარაღებული ძალებით. სომხეთი, რომელიც მიწასთან გაასწორა აზერბაიჯანმა. და დანარჩენი რა ვთქვა ხა, თურქეთს ჩვენ ვერ გაუმკლავდებით, ვერანაირად რუსეთზე ლაპარაკი ზედმეტი არის. ეს ხდება ქვეყანაში, სადაც თავდაცვის მინისტრს 8 შვილი ყავს და 1 შვილი სამხედრო სავალდებულო სამსახურში არ არის ნამყოფი. პატრიოტიზმის დეფიციტია. ესეთი რაღაცა ხდება მაშინ, როდესაც პოლიციის რაღაცნაირად გამხდარი, არ ვიცი, პოლკოვნიკი, უცებ ახტება წოდებას, ჯერ ერთი ესეთი გადმოხტომა არ შეიძლება მოხდეს და უცებ შეიარაღებულ ძალებში პოლიციელი, ისიც ვიცე-პოლკოვნიკი ხდება ბრიგადის გენერალი, ვიღაცა ლელაჩიკოვანი, რომელსაც ბანკების მეშვეობით დაყიდი აქვს დაზალოგებული ქონება. და რომელსაც უნდა მისი შვილი, რომელიც კარიერულად გამოზარდა, ჯარში არ ყოლია, ამერიკაში გაეშვა სამხედრო ატაშედ, მაგრამ სამხედროში არ იყო დამზახური და ესეთი ფიქცია არ დაუშვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამათ სანქციებამდე. მე არ ვლაპარაკობ, რომელი ქვეყანა კარგია, ცუდია, მეგობრულია და არსებობს რაღაცა სახელმწიფოებრივი ფორმები, რომელიც უნდა იქნას დაცული და რომელსაც უნდა სცეს სახელმწიფო ინსტიტუციამ პატივი, იმიტომ რომ სახელმწიფოში თუ მართავს ყველაფერს განსაკუთრებით წესრიგს და კანონს კონსტიტუცია, მაშინ იქ არჩება ადგილი ბანდების საკეთილდღეოდ, მაგრამ საქართველოში კონსტიტუციას ისეცვლიან როგორც ტუალეტის ქაღალდის სვევენ უკანალში და ეს მოედანი რჩება ამ ნაძირლებს და ეს გარემო არის ხელში მოქცეული ამ ნაძირლების და გვიმტკიცებენ, რომ ღალატი, რომელიც მოედინება ამათგან, ეს არის ნორმალური და ეს არის ჩვეულებრივი ფაქტორი და ჩვეულებრივი შემთხვევა. ძიმეა სათქმელად, მაგრამ ამას თუ დღეს შენ არ დაინახავ, ამაზე შენ თუ დღეს რეაქცია არ გექნება. აბა რაზე გექნება რეაქცია? აბა რაზე გექნება შეხედულება? იმაზე, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა მოაგროვოს ტროლაჟი აგიხსნით რა არის ადამიანები, ბევრ კომპიუტერებთან დაჯდეს და დღეში ლიმიტირებული კომენტარები წეროს არასასურველი ადამიანების გვერდებზე, იქნებიან ეს ნაცები, იქნებიან ეს პროლიბერასტული საზოგადოება, თუ იქნებიან თუნდაც ჩემნაირი ადამიანები, რომ რამენაირად ის ადამიანები, ვინც უსმენს და მიილტვის სიმართლისკენ, არ შეექმნეს იმის განცდა, რომ ქვეყანაში შეიძლება არსებობს ალტერნატიული სიმართლე და რეალობა. თუ ასე არის ეს და თუ ვინმე სხვა პატრიოტიზმი აწუხებს, ხო? მაშინ რატო ხდება? მაშინ სხვანაირად რა. მე არ ვიცი, ახლა აქედან ახლა მისმენს, არ მისმენს, ალბათ მომისმენს, ალბათ ენას მიუტანენ. კოცების ერთ-ერთი ის არის რა, მოტრფიალე ტიპი, ვიღაცა მასტერი. მე არ ვიცი ამ ბიჭის სახელი ვინა და სხვათა შორის რატომღაც შინაგანი განცდა, მაგრამ ცუდი კაცი არ უნდა იყოს. ბუნებრივად, შეიძლება ადამიანი არის, მაგრამ სისტემა მოიტანა გახადა რა, ამათი თაყვანის მცემელი და არა, იმის უნარი რომ ან სარგებელს ღებულობს, მაგრამ თვითონ შინაგანად ამჯერა, რომ ცუდი პიროვნება შეიძლება იყოს რა. და გამოაქვეყნა სურათი აი ასაკში შესულ კაცი არაფერს არ ვიტყვი და ახალგაზრდა გოგონა ლეიტენანტის წოდების სამხედრო ფორმაში და სამხედრო პოლიცია აწერია ბეჯზე და ულოცავს რაღაცა კეთილსინდისიერი მოვალეობებისთვის შესრულებულ იმას რა ქვია მედალს თუ ჯილდოს გავაკეთე კომენტარი სხვანაირად ძირითადად არ ვაკეთებ არსად კომენტარებს გავაკეთე კომენტარი
რომ შენ სად იყავი ახალგაზრდა კაცო, მე უთხარი რა. ალბათ პარიზში რეპს მღეროდი მაშინ, იმიტომ სამხედრო სავალდებულო შენ არა გაქვს ნამსახური, იმიტომ ყველა ვინ საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია ჩემთვის ცნობილია მეტნაკლებად, იმიტომ ორგანიზაციულად ამ ჯარის წესებს მე უდექი და ვიცი ვინ სად რა ბაზაზია ნამსახური. უმრავლეს შემთხვევაში ეს ყველაფერი ვიცი. შენო რა ბოროტულადო რაში გჭირდებაო ამნაირ რაღაცების გაკეთებაო რა ასეთ კომენტარებს. ესე იგი კითხვა თუ დაუსვი კაც რომ შენ სად იყავი, რატომ არ გქონდა სურვილი გემსახურა ჯარში, ხო? როდესაც შენ გამოდიხარ და საზოგადოებასთან ლაპარაკობ და ვიღაცას ულოცავ რაღაცა წარმატებებს, ხო? სამხედრო წარმატებებს, ხო? ეს ყოფილა ჩაჯინება და ვიღაცის რაღაც. არა, ჩემო კარგო. მე აუხსენი რომ პირველი თუ აქ საერთოდ ადამიანს წარმოდგენა, რომ რა არის სამხედრო პოლიცია, ხო? ესა ძალიან სპეციფიური დანაყოფ, მე დღეს უსაფრთხოებაზე ვსაუბრობ. სამხედრო პოლიციაში რომ სამხედრო მოსამსახურე მიდის, იმას უნდა კონდეს ჯარის ყველა ინსტანცია მოთელილი. სახეობების და გვარეობების მიხედვით, რომ იმან შეძლოს ჯარისკაცის ქმედებაში და ზოგადად იმ რუტინაში, რასაც ქვია შეიარაღებულ ძალებში მსახური, დანახვა პრობლემის და იმ პრობლემაში კიდე დანაშაულის, რომ ამის ინსპექტირება და სანქცირება მოახდინოს. ჯო რა გააკეთა ამნაირი ჯერ ერთი ცხვირმოუხოცავმა ლაწირაკმა გოგომ, სად მიიღო ჯერ ლეიტენანტის წოდება, მე არ ვიცი და ნაკლებად მეეჭვება, რომ ადამიანმა ასე მარტივად სამხედრო პოლიციაში ამ წოდებით შეძლოს მსახური, ხო? და მეორე დაისვა, ხო, ეს შეკითხვა, რომ ბუნებრივია, რომ რა გააკეთა ამნაირი ამ ცხვირმოუხოცავმა ლაწირაკმა, რა განსაკუთრებული სამსახურეობრივი ვალდებულებები შეასრულა კეთილდღეობად, რომ მედალი მიიღო მინისტრისგან. ამ ჩიქოვანისგან, რომელიც ესეც ალასანიას ნარწყევში გამოზრდილი ვიღაცა ნაბოზვარი უზით დღეს თავდაცვის მინისტრად. ბუნებრივია რა, ეს შეკითხვები დაისმევა და მე რა თქმა უნდა ეს კომენტარის წაშალა. ეს არის პასუხი კოცების პროპაგანდიზმის და ეს არის კოცებთან დაახლოებული ტიპების პასუხი. თუ არიცით რას ეხებით, ჯობია ნუ შეეხებით რა. თუ ვინმესთვის კეთილდღეობის და წარმატების მილოცვა გინდათ, გააკეთეთ პირადში რა. ჩვენ ნუ დაგვაყლევებთ. ვისაც შეხება გვაქვს ამ სამყაროსთან, ამ ურთულეს გამოწვევებთან, რასაც ქვია ქვეყნის უსაფრთხოება, ნუ დამაჯერებთ, რომ რაღაცა ყველაფერი კარგად ხდება და ივენთად ნუ აქციეთ, ბიჭო, ქვეყნის უსაფრთხოება რა. 8 მარტის დღე რო არის, ქალებს რო ულოცავენ და დედების დღე რო არის, რომ ყველა დედას უნდა მიულოცო, არ არის რა, შეიარაღებულ ძალებში ფორმაციები, დაწინაურებები, ცუდად დაწინაურებულებო თქვენ, დაწინაურებები, მილოცვები, ესე არ ხდება, ესე არ არის და ივენთებად ნუ აქციეთ ეს ყველაფერი. თორე გამოგვივიდა კაცი და გვეუბნება, რომ მე ვიცი სად ზის აგენტი და გაროჩი არ ვაკეთებ ამაზე რეაქციას რა. რა ვქნათ, ესე იგი, შეკითხვა მინდა დაუსვა იმ ბატიაშვილს იმ უშიშროების მინისტრის მოადგილეს, რომელიც აცხადებს, რომ მე ვიცი სად არის აგენტი, მაგრამ ჩვენი დაჭერა სახელმწიფოსი მის თავარამოცანას არ წარმოადგენსო. ანუ შენ იცი შეიარაღებულ ძალებში აგენტი ვინ არის, მაგრამ შენ იმას არ აკავებ, ხო? შენ იმას საშუალებას აძლევ, მოაგროვოს ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების პოზიციების, მდგომარეობის, შიდა რესურსების, სუსტი წერტილების, საბრძოლო მზადყოფნის შესახებ, გადასცეს მტერს, შენ ეს იცი და შენ ამაზე არაფერს არ აკეთებ. აი ესეთი ლეგიტიმური შეკითხვა, მე საქართველოს მოქალაქე ვარ, შენ დედა შევეცი ალექსანდრე ბატიაშვილო. მე ვარ 2008 წლის ომის მონაწილე ვეტერანი. შენ შეიძლება არ მთვლიდე ვეტერანად, არც საქართველოს მოქალაქედ, მაგრამ ბიჭო, ეს ხო იმას არ ნიშნავს, რომ ეს ასე არ არის. ხო და გისვამ კითხვას, შენ თუ ეს ყველაფერი იცი, შენ ამაზე რეაქცია რატო არ გაქვს? მაშინ იმაზე დიდი მოღალატე, რომელიც შენ ხარ და შენი გუნდია და შენი მომყვანია, შენი რეკომენდაციის მომწემელია, არსებობს ვინმე? არ არსებობს. მთელი გუნდი თქვენ ბიძინა ივანიშვილისეული მოღალატეები ხართ. მტრები ხართ. თქვენ ადამიანს აი ესე რა, ლობიოს რო სინჯავენ, ისე უსინჯავთ პოლიტიკურ გემოვნებას და თუ თქვენს ჩეიკაში არ ზის, უტყრავს დედის ტრაქს. ეს არის რეალობა, ეს არის ის მწარე რეალობა, რასაც ჩვენ ქართველები გაურბივართ. არ უნდა გავექცეთ ქართველებო ჩვენ ამას. არ უნდა ვემალებოდეთ ჩვენ ყოფას გეუბნებით. ჩვენ ეს მძიმე მდგომარეობამდე მიგვიყვანს. მოგსპობს, მოგვდაგავს და გაგვანადგურებს.
დანარჩენი აგერ ახართ თქვენ, აგერ არის ის რეალობა, რაშიდაც ცხოვრობთ და გადაწყვიტეთ, სად გინდათ ცხოვრება. გამოფხიზლდით. ამათი ურა პატრიოტიზმი ქოცების, რომლებიც მოიაზრება იმაში, რომ აი ნებისმიერ ქვეყანას დაუდგებით ძმაო წინ, ოღონდ ჩვენ სახელმწიფოს არავინ არ შეეხოს, ოღონდ ჩვენ თავზე არ გადაგვიაროს, თორემ მე ამერიკა ვინ ჩემი ფეხებია, გადაულეთ ჩვენ თავზე, ჩვენ კოცები ვართ, როცა შენ ქვეყნის გმირად იზრდები, აი ესეთი ლაიტმოტივები რო აქვთ რა, მონა უძახეს და დაუბადებული ვარ რომ ვიყო მონა და საქართველოს მედგას უღელი. აი ესეთ ბელეტრისტულ უადგილო შედარებებს რო ახდენენ. თქვენ მონების სტატუსი ვინ მოგცათ მონების სტატუსი? მონა შეიძლება ძალად იყოს დამორჩილებული და იმას ღირსება კონდეს. თქვენ სადა გაქვთ ღირსება? თქვენ სადა გაქვთ სინდისი, სადა გაქვთ ნამუსი, სადა გაქვთ? თქვენ მონები კი არა, თქვენ ახართ ამებები. ერთუჯრედიანი ცხოველური წარმონაქმნის არსებები ხართ თქვენ. აი ეს არის რეალობა. ძალაუფლებაზე უზომოდ შეყვარებული ნაძირლები, რომლებსაც თქვენ გგონიათ, რომ ეს ნორმალურია. და როგორ მე სულ ლაპარაკობ იმაზე, როგორი უნდა იყოს საზოგადოება. ეს რო განაცხადა ბატიაშვილმა, ბატიაშვილის ცოლს, ბატიაშვილის შვილს, ბატიაშვილის დედას, ბატიაშვილის მამას იმ საზოგადოებაში, სადაც ცხოვრობს, შვიდად გავლის უნარი არ უნდა კონდეს. აი ირინა რამდენი გადაგიხადესო, აი მეტი შენი დედის მუტელი მოუთხარ, რამდენი დავით ნემსაძეს არავინ არაფერი არ გადაუხადა რა. აი ირინა წადი და ბატიაშვილის ცოლს მოკითხე. უამრავი კარტები რო აქვს, სადაც უზარმაზარი ანგარიშები დევს, სადაც უზარმაზარი ქონებადევს, სადაც სახლებია, რომელსაც აქირავებს, სადაც მანქანებია ძვირადღირებული, მიღებული. იმას მოკითხე, რამდენი გადაუხადეს ქვეყნის და სამშობლოს ღარაჯი, ირინა. აი ეგ არის სიმართლე. მე ახლა ამ იდიოტს კი არ უნდა ვეპასუხებოდე, ეს ჩემზე კი არ მოქმედებს, მაგრამ რა არის, იცი, გული მტკივა რატო? აი ამაში უხდის სახელმწიფო უშიშროება ამ ნაძირალას ფულს, რომ შემოვიდეს და ესეთი ნარატივი გაავრცელოს რა. რა უნდა გადამიხადონ? შედედა მოთხრულო, ქვეყანა დავტოვე, თავზე დამესხით, ლამის მომკლეს, მამა გარდამეცვალა, გასვენებაში არ ვიყავი, მოსული და მე უნდა გადამიხადონ კიდე. აი ვიცი. თუ აი რას გეტყვი, იცი? მოდი ასე გავაკეთოთ რა, ხო ბატიაშვილზე ვლაპარაკობ. ავდგეთ, გამოიტანოს ბატიაშვილმა მისი ქონება, დადოს საჯაროდ, ლუსტრაციით და მერე მოძებნეთ ჩემი ქონება და თუ ერთი ლარის ქონებაც იპოვით. მამა პაპისეულის სახლი მაგ ერთი სოფელში და ნუ ახლა ის ჩემი შენაძენ ქონება და არ იცვლება რა. სხვის ჯიბეს თვლიო, მე მეუბნება და ხო, ჯერ ერთი შევადაროთ რა ჩემი და ბატიაშვილის ქონება და მე მეორე რა ხდება, იცი? აი იმ შეკითხვაზე სხვის ჯიბეს რო თვლი რა. როდესაც ადამიანი მოდის სახელმწიფო პირად, ამხელა პირად, ხო, მისი ქონება უნდა იყოს ფილტრირებული და ლუსტრირებული რა. ეს არის ვალდებულება დემოკრატიული პროცესის, იმიტომ რომ საზოგადოებას არ გაუჩნდეს ეჭვი, რომ მას რამის პარავ. და როდესაც ესეთ მოღალატეობრივ განცხადებებს აკეთებ და შენ ანგარიშზე ძალიან დიდი ქონება ტრიალებს, მანქანების, პირადი ბინების, რა ვიცი, მიწების, სავაჭრო ცენტრების სახით, ხო, მაშინ ჩდება ესეთი განცდა, რომ ეს ღალატის ფასად არის გაკეთებული. ხო, აი ეს არის რა, სხვის ჯიბეს კი არ ვთვლი. ჩემი ქვეყნის უშიშროების მინისტრის მოადგილის ჯიბეს ვთვლი რა და მე ვალდებული ვარ ესე იყოს, იმიტომ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ასე არის. აქ როგორ არის, იცი? ერთი ხო გიყვართ ამერიკული დემოკრატია. ხო გინდათ რომ იცხოვროთ იმ საზოგადოების სიმაღლეებზე, გქონდეთ ისეთი ხელფასები, პენსიები, დაფასება, შეგრძნება სამოქალაქო მდგომარეობა თქვენი კეთილდღეობის რა. გადახედეთ რა ხდება ადამიანებს, რომლებსაც ხელი წაუწდებოდა ესეთ რაღაცეებზე, ხო? კარგავდნენ ყველაფერს, იმ ქონებას, რომელიც ლეგალურად და არალეგალურად დაუდასტურებელი ქონდა. და მე გეკითხები შენ, როდესაც ქვეყანაში 200 ლარია პენსია და ვეტერინი 7-დან 100 ლარამდე გაზარდეს და იმასაც არ აძლევენ თუ რაღაცა ვითომ ეგრეთ წოდებული მუშაობა დაიწყო, რატომ უნდა კონდეს ბადიაშვილს ამხელა შემოსავალი რა?
რატო უნდა კონდეს? რისი გულისთვის უნდა კონდეს, ან საიდან უნდა კონდეს? მარტივად ისმის ეს შეკითხვა რა. და ესეთ შეკითხვას რო არ ვსვამთ ჩვენ ქართველები რა, ჩვენ მდგომარეობაში, ხო? იმიტომ არის რომ მე პრემიერ-მინისტრის პენსიონერ მამას აღმოაჩნდება 30000 евро იმისთვის რომ ჩარტერი დაიქირაოს და ასე შემდეგ. და მე ბატიაშვილი მოგადგება და გეტყვის იმის ქონებას თუ არ თვლი, ჩემ ქონებას რატო თვლი? მეც ხო ჩვეულებრივ ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და მეც ერთ-ერთი ტიპი ვარ, რომელიც ბიუჯეტს ჯარცვავს. ნორმალურია, ხო? იმიტომ სხვაზე არა გაქვს პრეტენზია და ჩემზე გაქვს პრეტენზია. ესეთია თქვენი მორალი? მე კარგად ვცხოვრობ, სხვა სხვისი არ მინდა. მოდი. წადი ჩიტებთან. მე კარგად ვცხოვრობ და სხვისი არ მინდა. მე არ ვიცი, ახლა ხო აი ესეთ მე ამას ნამდვილი გითხრათ აი ამ ფრაზის შემდეგ, რა ვიცი, ვერ მივიჩნევ რაღაცა დალაგებულ ტიპად, იმიტომ რომ მე კარგად ვცხოვრობ, სხვისი არ მინდა. ხო დაიკეტე ჯიგარო შენ ღობეში და იყავი შენ ღობეში და გააგრძელე შენ ღობეში ცხოვრება და რა ვიცი ხა. მე არა მაქვს შენზე ლაპარაკი კონკრეტულად, რაც გინდა ისქენი. რა ხდებაო? თინათინ უნდა უყურო ამ ბლოგს ათქობა თავიდან რომ გაიგო რა ხდება, იმიტომ რომ ჩვენ ლაპარაკობთ დღეს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილის განცხადებაზე, რომელმაც თქვა რომ აგენტები იცის ვინ არის და არიჭერს ქვეყანაში. აი ესეთი რაღა. ასეთ რაღაცაზე ვლაპარაკობთ. თქვენ შეგიძლიათ მაგ თემაზე არ ილაპარაკოთ, არ გქონდეთ განცდა, არ გქონდეთ ურთიერთობა მაგ მე მაქვს. მე სერიოზული პროტესტი მაქვს, რომ ამ ყველაფერთან მიმართებაში მქონდეს რეაქცია და ვაძლევ კიდევაც კაცო რეაქციას, ყველას თავისი საქმე აქვს რა. მე მაქვს ჩემი საქმე და ამ საქმეს ვემსახურები. всё, ამის თქვა მინდოდა მე და მე ვფიქრობ, რომ ბატიაშვილისთვის ნამეტანი დიდი პატივი იყო დღევანდელი გამოსვლა და ბატიაშვილისთვის ნამეტანი დიდი პატივი იყო ამ ხელა ეთერის დათმობა და ზოგადად შევხედოთ რა. და ზოგადად დავინახოთ კიდე რამდენი გამოხმაურება ექნება ამ ასეთ მოღალატეობრივი პოლიტიკის გაგრძელებას ქვეყანაში რა. არასერიოზულია ეს არის ტანდემური ღალატი, ეს არის ხიდის ჩატეხვა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნის ცხოვრებისთვის. იყავით ძალიან ფრთხილად, იმიტომ დღეს თქვენ გეუბნებიან, რომ ეს არის ლეგალური ღალატი რა. ემსახურების ქვეყანასაც გინდა თქვენ არ დაგიჭერენ იმისთვის, რომ მოღალატე ხართ რა. ესეთი რეალია დადგა ჩვენს ყოფაში რა. მე ყველას მოუწოდებ, ვინც ნახავს ამ ვიდეო ბლოგს, ვინც მოგვიანებით შეხედავს, ვინც ახლა უყურებს, რომ გამოიწეროს ჩემი ვიდეო არხი, მე ამათ მიზან მიმართულად ვებრძვი, ამათ წინააღმდეგ ვიბრძვი მთელი რესურსით. მე სხვა რესურსი არ გამაჩნია თუ არა იმისა ვილაპარაკო სიმართლე, ამიტომ ერთადერთი შესაძლებლობა რაც მაქვს იმისი რომ მოუწოდო ხალხს იყვნენ მიდრეკილი სიმართლის მიმართ. ხო. ამიტომ გამოიწერეთ გლობალურად ვინ შეხედავთ ეს იქნება ერთადერთი ძალა იმისი რომ ამათ პროპაგანდას გავცეთ პასუხი. მე სხვა შესაძლებლობები არ გამაჩნია. გამაჩნია მხოლოდ ეს შესაძლებლობები. სიმართლით გავანადგურო ამათი პროპაგანდონისტური უბედურება რა. ეს ირინა, მოკლედ ბევრი თავისუფალი დრო მაქვს. იმხელა თავისუფალი დრო მაქვს. ირინა, იმხელა თავისუფალი დრო მაქვს, რომ შენ ყოველ შემთხვევაში და შენაირებს ჩემი ქვეყნის ღალატში ხელი შეგიშალოთ რა. თუ არა დამიჯერე რა, გაცილებით დაკავებული ვარ ვიდრე შენ ეს შეიძლება წარმოგედგინოს და შენაირი ადამიანები დემოკრატიულ სამყაროში, კაპიტალისტურ სამყაროში, სადაც ყველაფერი აწყობილია დროზე, ხო, 1 საათი ვერ გაძლებენ ყველანაირ რესურსის გარეშე. არა, მე ჩემი ქვეყანა მიყვარს და ამიტომ ძალიან ბევრ დროს გამოვნახავ იმისთვის, რომ შენაირ მოღალატეებს ხელი შეუშალო ბატიაშვილის ტოტალური ღალატის მიერ გაправებაში რა. აი ამას გავაკეთებ ნამდვილად რა. ხო, ირინა ხარ თუ რა სირიც ხარ რა, ჩემთვის ერთი არც მაგი არა ხარ, შენ ხარ ტროლი, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელი და ავრცელებს ნარატივებს. ამიტომ
მე ვიცი რა თქვენი ქარხნის პრინციპი და ამ ტროლების ქარხნის პრინციპში რას ემსახურებით, რა საქმეს აკეთებთ, ეს ჩემთვის ძალიან კარგად არის ცნობილი სამწუხაროდ, რომ ამაში მიდის ქვეყნის რესურსები და ფული მიდის ამაში სერიოზული, კაცო, ხალხის ფული მიდის, გაჭირვებული ხალხის ფული მიდის ამ ყველაფერში რა. ამიტომ მიაქციეთ ამ ყველაფერს ყურადღება და ნუ დაუთმობთ რა თქვენ სამშობლოს სხვას რა. დავასრულეთ ჩემი ვიდეო გამოსვლა, გისურვებთ ყველას შვიდ კვირადილას და იყავით ფხიზლად იმისთვის, რომ თქვენი სამშობლო არ გახდეს სხვისი სამშობლო. გმადლობთ.